მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით. და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტა ნიუსის ეთერით. დღეს პარასკევია და როგორც იცით, პარასკევობით ჩვენთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმებით. გამარჯობა დათო. მოგესალმებით მერაბ, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს, ჩვენს მაყურებლებს. ხო, დღეს დავიწყოთ ზურა ჯაფარიძის ამბით და მე სხვა პოლიტიკური თემებიც მიმოვიხილოთ, როგორც ვაკეთებთ ხოლმე ტრადიციულად პარასკევობით. ხო, ზურა ჯაფარიძის გამოსვლა თავისთავად არის მოვლენა, იმიტომ რომ თითქოს ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია და ერთ-ერთი მაინც გამოვიდა. იმიტომ რომ ხალ ლიდერებზე ბოლო დროს დიდი მოთხოვნილება გაჩნდა, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ ივანიშვილმა ყველა ამ პოლიტიკოსზე წინსრება ჩამოკიდა ახალი საქმე. შევახსენოთ თუნდაც ჩვენს რადიო მსმენელებს და ტელემაყურებლებს, რომ რა გააკეთა ხელისუფლებამ, სანამ ესენი ციხეში იყო, მათზე ახალი საქმეები აღზრეს, ქვეყნის რაღაცა საბოტაჟის თუ მტრულ ორგანიზაციებთან თანაშრომი, ანუ აი ბრიუსელში იმაში რომ დადიხარდა ქვეყანა საკრიტიკებთო, ესო ქვეყნის საბოტაჟი და მტრულ ორგანიზაციებთან საქმიანობაა და შესაბამისად, ანუ ამ პოლიტიკოსებს დღეს ეუბნებიან, რომ კი გამოგიშვებთ ციხიდან, მაგრამ ეს საქმე იქნება თქვენზე დაკიდებული. თუ ცოტა რამე ისე მოიქცევით, რომ არ მოგვეწონება უკან. ხო, უპირველეს ყოვლისა მინდა თქვა, მოდი ჯერ მიულოცოთ ასე ვთქვათ, განთავისუფლება, მაინც სასიხარულო ამბავია ყველა ვარიანტში. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ისედაც ტყუილა იჯდა, ეს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ადამიანის ციხეში გაშვება ჩემი აზრით სრული სიგიჟია, მაგრამ მეორე მომენტია ის და ძალიან სიმპტომატური მენიშნა მე როგორ მოიქცნენ ამ განთავისუფლების პროცესში თვითონაც ანუ აი პატარა ეს წვრილმანი მავნებლობა და წკენები რო იციან რომ გამოუშვეს ადამიანი ჯერ საფხულის ტანსაცმელი ამ სიცივე დილის 8 საათზე ხო დილის 8 საათზე -0 არის თუ ადრე ვიდრე გუნდ რომ არ დახვედროდა ხალხი და 0.0 მინუსებზე არის ხოლმე არც არ შექმნილი ხო ტელევიზიით რომ აი გამოვიდა და იქ მეუღლე და შვილები დახვდნენ და რა კი დახვდნენ კიდეც შემდეგ და ყველაფერი მაგრამ აი ეს ქცევა აი როგორ გითხრა ღირსებაზე რომ ასეთი უღირსი საქციელი ესე ვითომ რა გააკეთეს სამითი ხარ რავე მოიგეს სამითი ვინმეს თვალში თუ აი ძალიან უღირსი საქციელია მიხვდეთ იმისა რომ ეს პატარა დეტალია ეს დეტალი ძალიან კარგად მეტყველებს ხელისუფლების ბუნებას და სხვადასხვა მე ძალიან მაინტერესებს ვინც ხელისუფლების მომხრე ისინი რა აზრით იქნებიან ასეთ ქცევაზე იმიტომ რომ საერთოდ პოლიტიკური ოპონენტის მიმართაც არსებობს ეთიკა ელემენტარული არსებობს ღირსეული ქცევა წერი რო იყოს ერთანაც ღირსეულად უნდა იქცევოდე და ასე როცა მოიქცევიან რაზე ვლაპარაკობ ესე მეორე ეს საქმეების ჩამოკიდება ეგ საქმე რაც თქვი მე მგონი ყველა ჩვენგანის თავზე კიდია როგორც ასეთი იმიტომ რომ ეხა ყველა რაღაცას ვლაპარაკობთ ყველას გვაქვს რაღაც უცხოელებთან რაღაც ურთიერთობაში ან ინტერვიუს მისცე მან ისე დაელაპარაკები ვიღაცა ბოლოს დღევანდელ ეპოქაში ხო უცხოეთთან კავშირი არ არის ეს რაღაცა ადრე რო იყო ხოლმე კომუნისტების დროს იყო რომ დაიჭერდნენ ადამიანს იქ ერთ-ერთ დანაშაულად იყო რომ აღმოუჩინეთ უცხოური ვალუტა მაგალითად დოლარი თუ ქონდა უკვე იყავი დამნაშავე აი რაღაც აქეთკენ მივდივარ თუ რას ვაკეთებთ ახლა ეს შეთქმულების არაფერი ძალიან მარტივი არის რა ანუ ივანიშვილმა საქართველოში გადაწყვეტა რომ ყველაფერი დაუქვემდებაროს მის ნებასურველს ანუ უკვე ივანიშვილის ნებასურველზე არის დამოკიდებული შენ ოპოზიციონერი აქტიურებ არეაქტიურებ აგენტ დიალიყები სხვა საკითხია კაცო ხე ეს დიალიყები ხომ მიწებებული აქვს ყველას მაგრამ ანუ შენ რა დონეზე იაქტიურებ როგორც ოპოზიციონერი უკვე მასზე არის დამოკიდებული რა თუ ისე რა გააკრიტიკებ და რაღაცა არ შეუქმნი დიდ პრობლემებს იყავი რომ ანტურაჟი ხო ჭირდება ხო ოპოზიცია არის ქვეყანაში და რაღაცა მაგრამ თუ გაუგრფავში გადახვალ ჰოპ შეგაბრუნდეს უკან ანუ ეხა ივანიშვილი ამით ცდილობს რომ ის დაგიწესოს დაუწესოს ოპოზიციონერს ზღვაზე ანუ წარმოიდგინე ეხა ვერაფერს ვერ დაგეგმავ ოპოზიციაში ვიღაცები რომ გეგმავენ რომ აი ახალი ლიდერი რომ გამოჩნდეს რაღაცა გაერთიანდეს ის ქნათ ეს ქნათ რა აზრია გამ დაგეგმავს თუ ადგება ივანიშვილი როცა მოუნდება ციხე შეგაბრუნებს ნუ აქ როგორც როცა მოუნდება მას ძველი გადაწყვეტს რომ აი თუ გაერთიანდა ოპოზიცია საშიშია ჰოპ მოგინდებს ხალხს შეგაბრუნებს ძველი სპარტელი შეგაბრუნდნენ თუ ესე იგი თუ გიზლოკი მაგრამ ასე პარტია არ არის ხო აკეთებს რასაც უნდა იმას ეხებზე კიდია გახარია ეგერ გაქცეული ყავს ბერლინში გააქცია ანუ წარმოიდგინე ყველაზე მეტად ეზიზღებოდა გახარია ორი მიზეზის გამო ერთი რომ მისი ყოფილი ასე ვთქვათ პრემიერი იყო და
გაბედა და ოპოზიციაში წავიდა, ეს ცუდი პრეცედენტია, მიხდი, ანუ ეს გაუბედა მაფიის ბოსს, უფროს გაუბედა ვიღაცამ, რომ მისი ნების გარეშე ნაბიჯი გადადა. აქამდე ყველა პრემიერს ხო თვითონ უშვებდა. და ეს თავისით წავიდა და თან ეხა კვირიკაშვილები და ბახტაძესავით სახში კი არ წავიდა მონასტერში. ოპოზიციაში გადავიდა და ამაზე იყო გამწარებული. პლუს მეორე საკითხი ის არის, რომ გახარია იყო ერთადერთი, ვინც ართმევდა ხმებს ოცნებას. ქართულოცების მომრჩეველი წამოიყვანა, ის 10% თუ რაც ჰქონდა. და ის ისე გამწარდა, რომ გამოვიდა არჩევნების წინ, თუ გახსოვს 20-24-ის არჩევნების წინ იმედზე და არაკაცი ეძახა. გახარია ყველას დავიჭერო, ტიპი არც მოერიდა. ეგენი ყველანი დასაჭერი არიანო. გასაგებია, მაგრამ მოდი ასე და მე შეუსრულო და ეხლა დააქცია პარტია ფაქტობრივად გახარია. ისე სიტყვები თქვა, მთელ საქართველოს ვერ დაიჭერს. ამიტომ თუ მთელ საქართველოს არ მაგრამ ვინც ლიდერი გამოჩნდა და ყველა ხო ვერ არის პოლიტიკური ლიდერი. ყველა ხო ვერ იქნება პოლიტიკური ლიდერი. ასე მარტივ ასეც არ არის, ვერ დაიჭერს ყველას, მოდი ასე ვთქვა, და იმიტომ კი არ რომ სინდისიო არ დაუშვეს. მას აქვს პრობლემები და სერიოზული პრობლემები ქვეყნის გარეთ. ეს აქ არ იგულისხმება მხოლოდ სანქციები, იმიტომ რომ არავინ არ აპირებს, ჯერჯერობით ყოველთვის ევროპა არ აპირებს და ევროპასთან ასეთი კაპუჩება ურთიერთობის არ შედიოდა მის ინტერესებში, მას ეგონა რომ ასე თუ ისე მისი სატრანზიტო ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობიდან გამომდინარე მის ავტორიტარიზმს შეეგუებოდა მსოფლიო, როცა აქ ოპოზიციას დაამარცხებდა ის. არ გამოვიდა ასეთი ამბავი. ეხლა უბრალოდ ძალიან შეტოპილია. და ამიტომ აკეთებს საკმაოდ წინააღმდეგობრივ ნაბიჯებს. სადღაც მაგალითად ცდილობს და უკავშირდეს, აგერ ეხლა პოულოს ბოჭორიშვილის გამოსვლა, გავლატორი ბოჭორიშვილის იქ ჰაგაში, ასე ვთქვათ, უკრაინის მხარდაჭერისთვის უკრაინელები სახტად დარჩნენ. არ ველოდით ასეთ გამოსვლაზე, იმიტომ რომ ისეთი სიტყვა წარმოთქვა ჩვენთან ამას ოპოზიცია როგორც ლაპარაკობს, ლამის ისეთი. უკრაინის მხარდასაჭერი და მხარი დაუჭირა იქ ინიციატივას ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ. მეორე დღეს ეთყობა იფიქრეს და მეტანი მოგვივიდა ახლა ცოტა იქითო და თავის ეს ერთგული ეს ამორჩეველი რომ კლავ ასე ვთქვათ დაემშვიდებინათ ეთყობა პაპუაშვილი ყავდა გამოდებული სხვანაირად ამას ვერ ვიტყვე გამოდებულია აი ანტიდასავლური განცხადებების კასკადი აქტივს ხან გერმანიას აგინებს ხან ბრიტანეთს აგინებს ბრიუსელი ხო ის გახდა ნომერ პირველი მტერი ესე იგი ამ ბოლო დროს მიემერე მიდის ისევ ამ ანტიდასავლური რიტორიკის გინება თავის მხრივ ევროკავშირიდან ჩვენ თუ დავაკვირდებით საკმაოდ მოზუმილი ასე ვთქვათ დამოკიდებულება ისინი გეუბნებიან ორადო რაღაცას გააუქმეს სიგიჟე კანონები რომ მიიღე რაღაცას ტროტუარზე აკრძალვები რაღაცას შემზღუდავი კანონები გამოხატვის თავისუფლების მორჩი ამ ანტიდასავლურ რიტორიკას და განთავისუფლება პატიმრებს მეც არაფერს არ ციტხოვენ რეალურად დღეს ამას რომ მართლა ვაჭრობისთვის ჭირდებოდეს ეხლა ეს იდეალური ამბავია პრინციპში ხო ვაჭრობისთვის არ ჭირდება მაგას ვამბობ ჭირდება რომ აი კონტროლი ყველაფერზე კონტროლი ქონდეს და აი ეს იგივე ეს რუსული კანონი ხო მაგიტო შემოიღო მის ევანიშვილმა ამიტომ ამ რუსულ კანონს არ მოყვა მთელი ეს უბედურება ქვეყანაში ანუ იმიტომ რომ ერთადერთი ფული რომელიც მისი კონტროლის გარეშე მოძრაობდა იყო ეს გრანტების ფული რომელსაც თვითონ ვერ აკონტროლებდა და ვერ წვედა და ვინ აიღებს ვინ დაარჩეს ყველაფერს აკონტროლებს ამ ქვეყანაში რა ფულიც მოძრაობს და ამაზე იყო გამწარებული მთელი ეს ამბავი ამიტომ დაატრიალდა და არა გამჭვირვალობის გამო არამედ იმის გამო რომ ბენზინამ უნდა გადაწყვიტოს ყველა კაპიკი ამ ქვეყანაში სად წავა და ვისთან წავა, ვის ერგება, რამდენი ერგება, მან უნდა გადაწყვეტოს. ეს გავიგეთ, აქ არის სხვა მომენტი, ჩემი აზრით. ეს გასაგებია რომ ბენზინა აგერ ღარიბაშვილსაც და იმასაც ხო მაგიტო იმაშვება, რა ქვია, რომ გაბედეს და მის გარეშე რაღაც ფული ჩაიჯიბეს, თორე არ ვიცი ხა კორუფცია რამდენად ადარდებს. ბენზინას ივანიშვილის განზრახვა რაც არის, მე გეთახმები, მაგაში აბსოლუტურად მისი სურვილია საყოველთაო კონტროლი. ანუ მისი სურვილია რომ აქ ავტორიტარული კი არა, ლამის ტოტალიტარული სახელმწიფო იყოს უნდა. ანუ ყველაფერი მის ხელში უნდა იყოს, ყველაფერი ის უნდა იძლეოდეს ნებართვას. მისი ნების გარეშე აი პრაქტიკულად როგორც თუ არ ვცდებით, იახუღაშვილმა თქვა, ღმერთია იქ წარმოდგენილი აქვს მოდელი სადაც ის არის ღმერთი, აი რაც ღმერთს არ ასწადდეს, არა საქმე არ იქნებს. აი ზუსტად ეგ არის, რაც ბიზნეს არ ასწადდეს, არ იქნებს არა საქმე. ანუ ასე ის არ არის ბელადიც კი არ არის. მართლა ღმერთის ფუნქცია აქვს შეთავსებული. სიკეთე და ბოროტება რა არის იქ წვეთს.
კარგი ვინ არის, ცუდი ვინ არის, ეგ წყვეტს. ხო და ამას რამდენიმე დღეა ვიმეორებ ამას და მაგრამ ეს ლაშა ნასლუშუნა რო გითხარ რომ ბიძინა არისო ყველაფერშიო განსხეულებულიო აი მაგას ვიძახი რამდენიმე დღეა და კიდე გავიმეორებ ვეთანხმები ამ ამბავში რა ოღონ მარტო კარში რა ცუდი რაც ხდება იმაშიც ბიძინაა ანუ პოლიციელი რო ცემს მომიტინგეს ეს ბიძინა ცემს პროკურორი რო იჭერს ვიღაცას უსამართლოდ ეს ბიძინაა მოსამართლე რომ ისიც ბიზნესი ანუ ყველაფერი ბიზნესია გამაში რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში ეგეთი ვითარება მივიღეთ ამ ჩვენ ვართ უკვე მეორე ეს შეფასებაში ასე თუ ისე თანხმედრა გვაქვს და მე მგონი ჩვენ ასაც ვამბობთ ბევრი დაგვეთანხმება ამაში მაგრამ რა იშველება ამას ანუ როგორ ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ ეს რომ კარგი არ არის მე მგონი არც ამაზე გვაქვს ხა დიდი კამათი არც ამაზე არ არის საჭირო მაგრამ რა უნდა დაუპირისპირდეს ამას და როგორ უნდა დაუპირისპირდეთ აი ასეთ ცდელობებს. ხო, ეს მიზმაკ ჩემოსაზე ბუნებრივია შეგექნება და მე შენ თქვი, მაგრამ უბრალოდ მე მინდა რომ ეს კორუფციის თემა და ფულის თემა დავასრულო. ანუ ბევრი კითხულობს, რომ აი კორუფციას მართლა ებრძვიან თუ რაღაცა ბევრი მოდის კლანებს შორის დაპირისპირება. არ არის კლანებს შორის დაპირისპირება ეს არ არის. ბიზნესია იმაშვილს არ უნდა რომ მის გარეშე რამე ოდნავ დიდი ფული სადმე არსებობდეს. გრანტების თემა ხო მოაგვარა, მაგრამ ეხლა აღმოაჩინა რომ იქ ბაჩიაშვილს რა მილიარდი იშოვა. და მე იმას რომ მოუნდეს პოლიტიკაში წასვლა რა ხდება ხო საშიშია მე აღმოაჩინა რომ ღარიბაშვილსაც რაღაცა 7 მილიონი ქონია თუ რაღაცა რამდენიმე მილიონი ქონია იქ ვიღაცებს და აი ეგ თემა არის რომ ზედმეტი ფული თუ გაგიჩნდა მისთვის ხარ საფრთხე ხარ რომ რო გადაწყვიტო ოპოზიციის დაფინანსება ან ოპოზიციაში წასვლა უკვე პრობლემა ხარ და ამიტომ ყველა უნდა უკან მოიტანოს ეს ფული თუ არ მოიტანს წავა ციხეში. აი ეგ არის სინამდვილეში რაც ხდება დღეს. ეგ არის ტოტალიტარული რეჟიმისთვის ტიპიურია, რომ ყველაფრის კონტროლი უნდა კონდეს ხელში. ფულადი ნაკადები სრულად მის ხელში უნდა იყოს და ვის რამდენს მიიღებს, ის უნდა წყვეტდეს. მაგრამ ამას რა უნდა დაუპირისპირდეთ და როგორ უნდა დაუპირისპირდეთ? იმიტომ რომ ბიზნეს გარდა იმისა, რომ ყველაფერს თვითონ წყვეტს, მას არ უკავია ოფიციალური თანამდებობა. რაიმ, ანუ მას ვერ გადააყენებ, გადადგეს ბიზნეს ევანიშვილი რო იძახო, საერთოდ გადადგეს. საპატიო თავმჯდომარეობიდან გინდა მოფილა, გინდა რა, ხო მაგით ხო არ უკავია ეს ხალხი. ანუ ტიპის აბსოლუტურად არაფორმალურია მისი ეს ძალაუფლება და ძალაუფლების მექანიზმებიც. ის მაგალითად რომ მას ემორჩილება სასამართლო და მას რო ემორჩილება სუსი ეს ემორჩილება უბრალოდ იმიტომ რომ ემორჩილება და არა იმიტომ რომ ვიღაცა იმსუს ვიღაცა ის ადგას თავზე რაღაც სიკვდილის ესკადრონები რომელიც თუ არ დაემორჩილება დახრეთ. ანუ მათი არჩევანიც არის მას ასეთი სისტემა აქვს შექმნილი და ამიტომ რთული არის ჩვენ სხვა შორის არასდროს არ ქონია ასეთი შემთხვევა ჩვენს პოლიტიკურ პრაქტიკაში. ხელისუფალი ვინც იყო საქართველოში ყველა იყო ფორმალურადაც და ნომინალურადაც პირველი პირი ქვეყნის ხელისუფლების იყო ეს. გამსახურდია შევარდნაძე, სააკაშვილი, ისინი იყვნენ პირველი პირები, როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად და ყველანაირად. აი ახლა ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როცა არაფორმალურად აქვს პირველი პირი, ფორმალურად ვინც პირველი პირი ყავს, ის რეალურად არის მეორე დღეს. ანუ კობახიძე. აი აქ რა უნდა გააკეთო? ხო, არაფერი, აქ ნუ საუბარი რაზეც მიდის არის ის, რომ რაღაც ნუ გაერთიანება უნდა მოხდეს ოპოზიციის და ასე შემდეგ, მაგრამ მე ამ ოპოზიციის გაერთიანება ვერ წარმომიდგენია. დღეს ოპოზიცია რეალურად არის გაცილებით მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე იყო არჩევნების წინ. 2020-24 არჩევნების წინ ოპოზიცია გაცილებით მდგომარეობაში იყო 4 ძლიერი ცენტრი, ასე ვთქვათ, აქეთ გახარია, იქეთ ვთქვათ. თუმცა მე მაშინაც ვამბობდი, რომ ჯობია ნაკლები ყოფილიყო, საერთოდ ერთი ჯობდა, ერთი ჯობდა თუ ორი ჯობდა, მაგრამ რაღაც იყო. დღეს ახლა ფაქტობრივად და გახარიას პარტია ამის არის განულდა. ნახეთ ხო ბოლო არჩევნებზე რა შედეგები აიღოს, მათი ლიდერი გააქცია ივანიშვილმა. ისა რა ქვია, კოალიცია ახლები და ასე შემდეგ, როგორც ამბობენ, დაფინანსება საერთოდ არ აქვს, ანუ ფულის გარეშე მოგეხსენებათ, ახლა პარტიულ სტრუქტურებს ვერ აწყობ. ნაციონალურ მოძრაობა რა დღეში აკითხე და ლელოს იმის გამო რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ბევრი ამორჩეველი მანაც დაკარგა და ანუ ოპოზიცია არის დაქსაქსული, ერთმანეთზე გადაკიდებული და აი ამ ვითარებაში ვართ. არ ვიცი ახლა ამ ვითარებაში რა აზრია გაერთიანებაზე ლაპარაკს. მე სულ ვფიქრობ, რომ როცა საუბარია გაერთიანებაზე, რაღაც პოლიტიკურ გაერთიანებაზე, პარტიების გაერთიანებას თავი უნდა დავანებოთ. უნდა იყოს აქ საუბარი შესახებ, რომ ხალხი ოპოზიციური ამორჩეველი გაერთიანდეს ვიღაცის ირგვლივ. ანუ ვიღაცამ ან პოლიტიკურმა ძალამ, ან რამდენიმე ლიდერმა ერთად მოახერხოს ოპოზიციურ ამორჩეველის გაერთიანებაზე უნდა იყოს. ამორჩეველის გაერთიანება მთავარი და ხალხის გაერთიანება მთავარი, იმიტომ რომ ხალხში არის სხვადასხვა განწყობები, ეგეც არის ზოგი უფრო
თქვათ უფრო რადიკალურად განწყობილია ზოგი ნაკლებად რადიკალურად, მაგრამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა არის, ვისაც არ უნდა ეს ხელისუფლება და მიაჩნია რომ შესაძლებელია, საკმაოდ დიდია. ჩემი აზრით, აქ ერთობის საფუძველი უფრო უნდა იყოს არა იმდენად პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არა იმდენად რაღაც ასეთი პარტიული ორგანიზაციული სტრუქტურა, რაღაცნაირად აი უფრო მეტად საჭიროა თუ შეიძლება ასე ითქვას რიტორიკის დონეზე და მესიჯების დონეზე რაღაც ერთიანობა. ანუ რა ეხლა როგორი სიტუაცია გვაქვს? ხელისუფლება ლაპარაკობს ერთ და იგივეს ყველა. აპოაშვილის ანუ კოორდინირებულია მათი მესიჯები, ურტყამენ ერთ წერტილში, ერთის ურტყამენ ამ deep states და შეთქმულების თეორიებს, აუცილებენ მეორე მხრივ და მთავარი რაზედაც ჩემი აზრით დგას ხელისუფლების ასე ვთქვათ ასე თუ ისე იმიჯი და რის ხარჯზეც ბიძინა ივანიშვილი ახერხებს რომ ჯერ კიდე ყავდეს მომხრეები არც თუ მცირე რაოდენობა და აი მარც თუ მცირე რაოდენობაში სხვადასხვა არ არის წამყვანი ძალა ეგრეთ წოდებული პრორუსები და ანტიდასავლელები ამაში დარწმუნებული ეს ანტიდასავლურ რიტორიკას მის მომხრეების დიდი ნაწილი აღიქვამს როგორც ტაქტიკურ დროებით ხერხს რომ ახლა ასეა საჭირო ასე ჭირდება ბატონ ბიზნეს მე დაალაგებს ყველაფერს თავარია ეხლა გადავაგოროთ ეს ამბავი აქ თავარი არის რომ ბიზნე ივანიშვილი ჯერ კიდევ მეორის თვალში განასახიერებს უფრო მეტად განასახიერებს სტაბილურობას და სტატუს-კვოს და სტატუს-კვოა ისა მოცემულობა არის ფული ბევრი აქვს და სტაბილურობას და მშვიდობას და სიმშვიდეს მშვიდობა აქვს მიტაცებული ასე ვთქვათ ეს ტერმინი სტაბილურობის გარანტია ვიძინა და ოპოზიციის მხრიდან არ მოდის სტაბილურობის განცდა ოპოზიციაში ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ პარტიებს მარტო აი თუნდაც ეს პროტესტის მოძრაობაც რო ავიღოთ აი შიში არის იმისი რომ ვაი თუ ამათმა რომ მოიგონ მე არ დაიწყოს არეულობა არ დაიწყოს ქაოსი და ამას ხელისუფლება თავის პროპაგანდით აძლიერებს ამიტომ თუ ეს ოპოზიციური ამორჩეველი ოპოზიციური განწყობა ეს საპროტესტო მოძრაობა დიდი ხალხის მოძრაობა ეს ხალხი მოძრაობა რაღაც დონეზე წმინდა ორგანიზაციულად კულუარულად როგორც უნდა დაილაპარაკებენ და კარგად ჩამოყალიბდებიან ერთ რაღაც საერთო გამაერთიანებელ რიტორიკაზე რომელიც არ იქნება მიმართული არ იქნება აგრესიული ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ დებილი და დეგენერატი უძახე და შეკოცო ყველას ვერ გაფართოვდები ვერ გაიშლები და ვერ მოხდება ეს შეკორა თავარია რომ შენ უნდა გამოჩნდეს სტაბილურობის გარანტად და ადვილი დასანახებელია ჩემი აზრით ის რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არის დესტაბილიზაციის წყარო ამ ქვეყანაში არეულობა როა და კრიზისი როა იმათი ბრალი ამ ხალხის ბრალი კი არა რუსთაველზე როა გამოსული ასე თხოვს ეს ხალხი უზბენონ ერთი და არამედ იმათი ბრალია ეს სადგინახავთ თქვენ 800,000 ადამიანი იყო ამათი ანგარიშით ამათივე გაღალბებული არჩევნებით დაფიქსირებულია თვითონ ცესკოს 800,000 ადამიანმა მისცა ხმა ქართული ოცნების წინააღმდეგ ხო 800,000 ადამიანის თუ მართლას ერთ წუთით დაუშვათ რომ ეს მართლას 800,000 ადამიანის წინააღმდეგ იმ პოლიტიკას რო ატარებ ტროტუარზე რო უბძალა დგომას და საერთოდ სახლში აღარ ლაპარაკებდა საერთოდ არც სოციალურ ქსელებში არ აწერიებდა არანაირ კომპრომისი არ გინდა წასვლა და ბოლომდე გინდა რომ ყველაფერი გააკონტროლო და ბოლომდე გინდა რომ ასე ვთქვათ გადათელო ეს და გადაუარო ეს არ გამოვა 800,000 ადამიანს ეს განწყობა ხარსად არ ვიდის იქ 5,000 ადამიანი გამოვა ქუჩაში 1,000 თუ 100,000 ეგ ერთია მაგრამ ეს 800,000 ადამიანი ის კი არ გამختარა კოჩი და ხელისუფლების მომხრე ხო პირიქით მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად 2024 წლის მერე უბრალოდ ეს ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას ეს ჯერ თქვი მე ხო და ჯერ შეიძლება რიტორიკის დონეზე ჯობია ყველა ითხოვს ყველა ვინც თქვათ ისი არ არის გამწარებული რომ ქუჩაში გამოვარდეს დღესვე მაგრამ არც თქვათ შეიძლება ამ ხელისუფლება ეხატება გულზე ხო ისინი ამბობენ რომ აი ვის მივცე ხმა ვინ არის ალტა თუ ბიძინა წავა და ოცნება წავა ვინ არის ამაზე პასუხი არ არსებობს არჩევნების წინ ამაზე პასუხობდა რომ აი კოალიცია იქნება რაღაცა იქნება ესეც ხო არც იყო ხო აეფექტური არ იყო მაგრამ რაღაც პასუხი იყო დღეს ეს პასუხიც აღარ არის ხო თქვი რომ ხა ეს ვისთან არის კოალიცია განადგურებულია ეს ოპოზიციური პარტიები ხო ყველანაირად ფინანსურად ისე შემდეგ ვინც ფინანსურად არა და ანუ წარმოიდგინე ახლა
აი ამ თემაზე რა თემაზეც ისინი ისხდნენ ხო ხა თვითონ არ მივიდნენ კომისიაზე და შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი ხო თვითონ გადაწყვეტეს ესე მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ კანონში წერია რომ ამის გამო შეგიძლია შენ ჯარიმას დააკისრო და ის რომ ჯარიმის ვაგრად ციხეში გაეშვა ეს გადაწყვეტა ხელისუფლება მაგრამ ნუ დაუშვათ უნდოდა და გაუშვა მაგრამ ეს მეორე საქმე რაც დაკიდეს მათ თავზე 7 წლიანი მუხლეროა ქვეყნის საბოტაჟის ანუ წარმოიდგინეთ ეხლა როგორი სიტუაცია რომ სააკაშვილის დროს ადამიანები რომლებიც ჩადიოდნენ ბრიუსელში და აკრიტიკებდნენ ირმა ინაშვილიც კი ბრიუსელში იჯდა და იქიდან აკრიტიკებდა სააკაშვილს ესე გამოდის რომ ქვეყნის მოღალატები და საბოტაჟნიკები ყოფილან ოცნების ლოგიკით ყველანი ანუ ყველა მთელი ოპოზიცია სააკაშვილის დროს რომ ჩადიოდა და ბრიუსელში იქნება თუ ვაშინგტონში და სააკაშვილს აკრიტიკებდა ბიძინაშვილი პოლიტიკაში რომ მოვიდა პირველი რაც დაიწყო იმაში რა ქვია ვაშინგტონ პოსტში და ნიუ-იორკ ტაიმსში სტატიებს აქვეყნებდა შეკვეთილ სტატიებს სააკაშვილის წინააღმდეგ გამოდის რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიდიოდა მაშინ ბიძინაშვილი ხელისუფლება რა კარგია და რა ლოგიკა რა ესე იგი საზღვარგარეთ თუ აკრიტიკებდა ასე შემდეგ რა ბრალდებებს უკან ხელისუფლებას შენ წინააღმდეგ აღზავნენ საქმეს რომ ქვეყანა უწყობს საბოტაჟს თურმე ქვეყანას და ამას ეძახიან რაღაც დემოკრატიას და ეს 7 წლიანი მუხლები არის ჩამოკიდებული ყველა პოლიტიკოსის თავზე დღეს კი მაგრამ ეს არნიშნავს რომ და ვიღაცა ერთი რაღაც კონცენტროლი რო ყავს შემოჩენილი და რატო ლაპარაკობთ ისა რა ქვია ყველა იჯდა სამართლიანათო ანუ სამართლიანია ეხლა 7 წლიანი მუხლის მიყენება ადამიანებისთვის იმის გამო რომ ოცნებას რატო აკრიტიკებენ ან ვინ უთხრა ამ ხალხს რომ პარტია და ქვეყანა ერთი და იგივეა ხო ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა რატო არის ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა ანუ წარმოიდგინე რას ამბობი რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიდიხარ ესე იგი ოცნების წინააღმდეგ ესე თუ რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ საერთოდ ხელისუფლების და სახელმწიფოს გარჩევა ჩვენთან ბევრს უჭირს და ეს მარტო ამ ხელისუფლების დროს არ არის წინა ხელისუფლებების მაშინ დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია სააკაშვილის დროს რაც სააკაშვილის წინააღმდეგ მათ ვაშინგტონში ნარბენი აქვს ბრიუსელში ნარბენი აქვს რა ვიცი კომუნისტების დროიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება ამას ამბობს რომ ესე იგი ქვეყანას ღალატობენ ოპოზიციის და უცხოეთში რაღაცა გააქვს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ცუდი საქმეებზე ლაპარაკობს ეს არის ქვეყნის ღალატი ამ ეს მახსოვს ჯერ ჯუმერ მატიაშვილი ლაპარაკობდა ამას გამსახურდიაზე და კოსტავაზე რომ ამერიკის მასში გადაცემენ რაღაცებს აი იმ დროიდან ეგ მახსოვს რა და სულ ეგრე არის სულ ეგრე იყო შევარდნაძესაც ეგრე იყო სააკაშვილისაც კი ეგრე იყო ისინი პირდაპირ არ იძახდნენ მას მაგრამ როგორც რუსეთის აგენტებს ისე გვიხსენიებდნენ რომ მახსოვს არა შემდეგი ბიძინას დროსაც ასია თუმცა სისხლის სამართლის პასუხისგებლობა ამაზე პირველად არის აი ეს არ უქნია არავის ხო გასაგები ანუ ბიძინაშვილი გეუბნება რომ თქვენ ყველანი ხართ ჩემს ხელში ანუ ოპოზიცია იმ დონეზე გაახურებს, რამ დონეზეც მე ჩავთვლი საჭიროდ. ზედმეტად გაახურებს მორჩა. მაგრამ შესაძლებელია მაგრამ რა დაუშვის ხელს. ვიჯო რა დაუშვის და სწორი ორგანიზებული და აღებული. ანუ ადამიანს საერთოდ არ აქვს არანაირი მუხრუჭი არ არსებობს. მუხრუჭი არ არის. სააკაშვილს ერთი მუხრუჭი მაინც ჰქონდა რომ ამერიკას და დასავლეთს იმას უწევდა, ანგარიშს უწევდა. და ამისთვის არანაირი მუხრუჭი არ არსებობს. რასაც უნდა იმას იზამს. ყველას აქვს. არ არსებობს. ადამიანი ჯერო. მერლა ეს აი იმიტომ რომ არ აქვს ეს საფრთხე არ დაემუქრა არაფერი და რატო ექნება რა. ამიდის და რაც შეიძლება ეს ცდილობს ყველაფერი და გააკონტროლოს და მე ამ პოზიციიდან რაღაცას მიიღწევს. მას ძალიან აფიქრებს ეს მდგომარეობა რაც ახლა მე დარწმუნებული ვარ ეს ახლა ბედნიერი არ არის. ასეთ იზოლაციაში როგორც ის ახლა ასეთ კონფრონტაციაში როგორც ის არის ბრიუსელთან პლუს ამერიკასთანაც ვერ დაალაგა ტიპმა. ვერ დაალაგა აქ პროტესტი ვერ ჩაახშვეს რუსთაველზე გამოსვლა რაც უნდა გინდა ასე თქვა გინდა 50 აკოც უკიდა უცხონდა. გინდა 30 ვერ ახშობს ხო გრძელდება. და დარწმუნებული ვარ ახალ წელს როგორც წინა ახალ წელს შევხვდით რუსთაველზე ახალს მოგვიწევს ალბათ და დარწმუნებული ვარ ბევრი ხალხი მივა ძალიან აი ძალიან ბევრი მივა ისევ გაივსება იმიტომ რომ არსად არ წავა ეს უკმაყოფილება ამ ხელა უკმაყოფილებას რომელიც მას მოყვადა მის დამოულოდნელად მოხდა ის არ მოელოდა თუ ევროინტეგრაციაზე ასეთი უარი ეს როყიო უარი კობახიძეს გამოიწვევდა ამ ხელა აფეთქებას ეს არის შეიძლება ითქვას ერთმა დაწერა და სწორად დაწერა ასე თქვა Facebook-ში ეწერა რომ ძირითადად საშუალო ფენის პროტესტიაო. ანუ ეს არის საშუალო ეს არის პრინციპში ყველაზე ისეთი ფენა რა რომელიც მეტნაკლებად ყველა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავარი ასე თქვა შემადგენელია. საშუალო ფენა რომელიც არ არიან არ ძალიან დიდრები მაგრამ არ არიან არ ძალიან გაჭირვებულები და ესეთი ფენა საკმაოდ გაიზარდა ბოლო წლებში კი დამოუკიდებლობის პერიოდში და დღეს ამ ფენის აბსოლუტური უმრავლესობა არის ხელისუფლების წინააღმდეგ და თუ ეს კიდე გადავა სოციალურ პლანშიც, ანუ
მოიცავს უფრო ღარიბ მოსახლეობასაც და თუ წინააღმდეგობის მოძრაობა შეძლებს სოციალური საკითხების გადაჭრის გზები და ანახოს უკეთ, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს. მე დარწმუნებული ვარ, ვერ გაუძლებს ამას ბიზნესმენები და მას მოუწევს უკეთ დახევა. იმდენად არის გათავხედებული, რომ ხალხს პირდაპირ დასცინიან. წარმოიდგინე, დეპუტატს ჰქონდა ხელფასი 4000 ლარი. ხოდა ამას რო ბედავს სამჯერ გაიზარდეს, გახადეს 12000 ლარი შარშა და წელს დაამატეს კიდე 1800 ლარი და გახადეს 14000 ლარი. არ იყო 12000. ან 4000 ჰქონდა 2 წლის წინ დეპუტატს და დღეს 14000-ია. ყველაზე დიდი და პენსია და მასშტაბლებსო ეყოთო გაზდაო და 2 წელი აღარ გაიზრდებათ ხელფასიო. პენსიას მოუმატეს 20 ლარი და 45 ლარი. გასაგებია ახლა. არაფერ არ თან ხედავენ რომ ამაზე ხალხს რეაქცია არ აქვს. არავინ არ უჯანყდება, არავინ არაფერს პასუხს არ თხოვს. თავისთავად ასე არა აქვს თუ არ არის ორგანიზებული მაგალითად დასავლეთში ამაზე პროპაგანდები გამოვიდოდნენ და მოსახლეობას დასცინებას რეაქცია. საფრანგეთში რო გააკეთოს ხელისუფლება წინა დღეს ვყავდა რომან გოცირი და ის მოყვა. ეხლა რა გაკეთეს? ჯერ სპეციალურად ხო ივანიშვილისთვის კანონი მიიღეს რომ ნახატები შემოეტანა უფასოდ. ანუ შენ რო რაღაცა გამოიწერო იმიდან, რა ქვია, ამაზონიდან 300 ლარზე მეტი თუ არის გადასახადს იხდი. და ივანიშვილისთვის კანონი მიიღეს რომ მილიონობით ღირებულების ნახატი რო შემოიტანა, რომ გადასახადები არ გადაიხადოს. 100 მილიონამდე გადასახადი დაუმალდა ქვეყანას და ეხლა რა გაკეთეს, იცი? კანონის შეცვალა და დღეგესგან გაათავისუფლეს ოქროს ზოდების ყიდვა. და შემოსატანია. ოქროს ზოდების. ეხლა მე და შეხო ვერ უყიდ ოქროს ზოდებს. ხო გასაგებია ვისთვის არის? გასაგებია რა თქმა უნდა. როისაც ფული არ დასანქციდეს ოქროს თუ გადააქციო. და ანუ შენ რო კვერცხს ყიდულობ მაღაზიაში და პენსიონერი კვერცხს რო ყიდულობს, ის დღეგეს იხდის ფასში შედის ის დღეგე. ფასში და ივანიშვილმა ოქროებ რო იყიდოს და დღეგე არ უნდა გადაიხადოს. კანონებს ქვეყანა მისია გაიგე, მოუნდება ნახატების შემოტანაზე გაუქმებს, მოუნდება ოქროს შემოტანაზე მოახერხებს და ამაზე გვეუბნებიან რა ვქნათ მამა მარჩენალია და ყველაფერს უფლება აქვს მამა მარჩენალს. ის ასე უყურებდა საერთოდ სახელმწიფოს და ქვეყანას თავიდან ეთყობა ასე იყო, ანუ მისთვის ძალაუფლება ეს არის, რომ აი რასაც მოიხასიათება უნდა გააკეთოს, დანარჩენია დანარჩენს არ მნიშვნელობა აქვს, დანარჩენი არის ანტურაჟი ყველაფერი მისთვის. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს რეკლამა. რას აპირებს პოლიტიკოსები საინტერესო იქნება აი მოусვენოთ ამ სტავას. ხო, კი ბატონო, თემურ პაპასკერი იქნება ჩვენი სტუმარი კოალიცია ახლების ცვლილებებისთვის წევრი, მათი ერთ-ერთი ლიდერია ზურა ჯაფარიძე და საინტერესოა რას ფიქრობენ, რას შესulis ჯაფარიძის გამოსვლა და ზოგადად როგორ უნდა გაგრძელდეს ოპოზიციაში, როგორც თქვი მძიმე ვითარება ამ მომენტისთვის. შევედი. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ჩვენი სტუმარი არის როგორც გითხარით მეორე ბლოკში შემოგვიერთა თემურ პაპასკირი კოალიციის ცვლილებისთვის წევრი მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და პირველ რიგში გილოცავ თქვენი ერთ-ერთი ლიდერი კოალიციის ერთ ლიდერი ზურა ჯაფარიძის გამოსვლა. ჩვენ პირველ ნაწილში კი ვისაუბრეთ რაც გააკეთა ხელისუფლებამ რომ სპეციალურად დილის 8-ზე გამოუშვეს სიცივეში მაისურით რომ იქ ხალხი არ დახვედროდა რისი შეეშინდათ რომ ბევრი ხალხი ახლა რამდენი უნდა ჩასულიყო რუსთავში რამდენი ადამიანი ჩავიდოდა ხო რამდენიმე ათეული და ამის შეეშინდა და ამის გამო გამოაგდეს მაისურით ადამიანი აი როგორ შეაფასე ამ ქმედებაზე არა ნუ აუხსნე უბრალოდ ეს არის ეგრეთწოდი მცირე აი ქოცური ასე ვთქვათ ელემენტი ისეთ რომ აი ხო არაფერს არ წყვეტდა ეს ახლა რამდენი ჩავიდოდა ახლა რაც ვიყავით იმაში რა ქვია მაგას სახთან რამდენი კაციც ვიყავით ალბათ დაახლოებით იმდენი ვიქნებოდით რუსთავში ну შეიძლება ოდნავ მეტი შეიძლება ოდნავ ნაკლები აქ და ყველა სამარცხვინო ის არის რომ წინადღით არ შეატანინეს ქურთუკი რომ არ იქ არ შეიძლება და ასე შემდეგ ხვალდილით მოუტან და შესაბამისად ხვალდილით შეიცვამს დილით გამოაგდეს 8 საათზე ისე როცა კაჩვილი არ იყო რასაგურველია იმიტომ რომ ნათქვამი იყო რომ 11:00-თვის იქნება სადღაც გამოშვება 10-დან 11:00-თვის და შესაბამისად მერე თან არც დარეკვის უფლება მისცეს არც არაფერი ეს არის რუსები ამბობენ მელკაი პაკასნიჩესტო რო იტყვიან აი ასეთი ის არის ესენი ხო რუსები არიან და შესაბამისად აი არიან კიდევაც ეს მელკი პაკასნიკები ამ შემთხვევაში ხო მაგრამ ნუ აი არ ვიცი მართლა წარმოუდგენელია ამავე ჩვენ ამ დონეზე რატომ უნდა დაეშვა რომ დასხდნენ და ითათბირეს მოდი რა ვქნათ ეხლა რომ იქ რო ერთი 20 კაცი დახვდეს 30 კაცი 1000-ები ტელევიზია ის რაღაცა გამოვა ჯაფარა რა გამოჩდება იმა და გმირად თუ რა რისი შეეშინდა და მოდი ეხლა დილის 8-ზე გამოვარდოთ ხო გახსოვთ თავის დროზე მელია
არ გამოუშვეს ძირითადად გამოსასვლელიდან და გამოუშვეს მეორე გვერდითი გამოსასვლელიდან, რომ ის ასეთივე ის მოეწყოთ რაღაც გაურკვევლობის მომენტი და ასე შემდეგ. ეს არის ქოცური აზროვნების ტიპიური ნიმუში ამ შემთხვევაში. ხო, ну კი ბატონო, ზოგადად რას ფიქრობ? რამე შეცვლის სურას გამოცვა? და რა უნდა შეიცვალოს? ამაზე გვინდა რომ ვისაუბროთ. სავარაუდოდ ახლა ეს მიმდინარეობს ისედაც საუბრები გარკვეული ერთობის შექმნაზე, გარკვეულწილად რაღაც დაძრულია დღის წესრიგში ეს საკითხი და სავარაუდოდ ამას დააჩქარებს კიდევაც, რადგანაც ზურა ყოველთვის იყო ერთობის მომხრე და საერთოდ ჩვენი კოალიცია ყოველთვის იყო მაქსიმალური ერთობის მომხრე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ახლა დღეს გაცილებით უფრო მარტივია ამ ერთობის მიღწევა, ვიდრე ვთქვათ ერთ წლის წინ. რატო მარტივი? იმიტომ რომ გახარია ეს ფაქტორი აბსოლუტურად ამოვარდა დღის წესრიგიდან, მოსახლეობამაც ფაქტობრივად უკვე ერთიანი პლატფორმა შექმნა, ამ შემთხვევაში არ თანამშრომლობის გარშემო ერთიანი პლატფორმა უკვე მოსახლეობის მხრივ ამორჩევლის მხრიდან შექმნილია, ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგად 4 ოქტომბერს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო უმეტესმა ნაწილმა, გერო უდიდესმა ნაწილმა, ამ შემთხვევაში ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლის და აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ამორჩევლის დაკვეთა იყო ეს და ახლა არის დაკვეთა ერთობა. შესაბამისად ეს ერთობაც უნდა შესრულდეს. უბრალოდ რამდენად ეს თქვენებიც ლაპარაკობ ეს ხალხი ამათ თუ იმ ფორმით რაღაც პროტესტში ისეა ჩამოვლია, შეიძლება იქ არ დადეს სუსტავერზე, მაგრამ არის. და თუ გაფართოებაზე გავალთ, დაუშვათ იმ ხალხს არ მოიაზრება ისინი, ვინც დღეს შეიძლება ისე აქტიურად არ არის ჩართული, ან ოღმანობს კიდევ რო აი რომლისთვისაც ხელისუფლება შეიძლება არ არის მისაღები იმდენად, მაგრამ უფრო სტაბილურობის განცდას უტოვებს, ვიდრე ეს ოპოზიციური მოძრაობა. აი ამ ხალხს რა ვუყოთ? და ზუსტად როდესაც ერთიანობა შედგება, აქ ეს ერთობა იქნება, მაშინ იმ სტაბილურობის განცდა უფრო გაუჩნდება აქეთ ამ ხარეს, იმიტომ რომ ხედავს რომ აქ ვითარება რეალურად სტაბილურია, ოღონდ სტაბილურად ცუდია. და შესაბამისად, როდესაც ნახავს, იქ იყო გაურკვევლობა ამ შემთხვევაში, როდესაც 4 სხვადასხვა კოალიცია იყო თუ პარტია იყო, რომელიც სხვადასხვა აზრზე იყო მთელ რიგ საკითხებზე, შესაბამისად შეიძლება მოსახლეობას გარკვეული ისიც ჰქონდა ამ შემთხვევაში განცდა, თუმცა უმრავლესობა მაინც მხარეა ოპოზიციას დაუჭირა არჩევნებში, ახლა ვიცით ჩვენ გაყალბების არნახული მასშტაბები რომ არა, დღეს სულ სხვა ვითარება გვექნებოდა, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში. ახლა დღეს უკვე ამ სტაბილურობის განცდას რამე თუ დაემუქრება არ მგონია იმ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთიანი როდესაც არის, მაშინ უკვე უფრო განსაზღვრადია მოსახლეობისთვისაც რა ვის აძლევს ხმას, რატო აძლევს ხმას და შესაბამისად უფრო მარტივია ამ შემთხვევაში. ვის და ვის შორის შეიძლება შედგეს? გახარია გახარია გასაგებია. მაქსიმალური ერთობა ამ შემთხვევაში ამდენად ლელოდ შეიძლება იყოს. ნუ ახლა ეს ლელოდ აღმოაჩნდა რაღაც განსხვავებული მოსაზრება ხო არჩევნებთან დაკავშირებით. ხო და კიდე რო აღმოაჩნდეს? ხო და მთელი საქმეც იმაშია რომ რამდენჯერ შეიძლება ასე ვთქვათ ერთობის დამრღვევი აღმოჩნდა. შესაბამისად აქედან გამომდინარე, ნუ ახლა ლელოსთან თუ ლელოს გარეშე ეს ლელოს გადასაწყვეტია ამ შემთხვევაში, ხო? თუ ერთობა შედგა, რამე საუბარი მიდის ამ თემაზე? მიდის კულუარებში ახლა საუბრები მიდის და საუბრობთ რითვერი შუა. რითვერ დაიბადა ამდენი ხანი ხო ამაზე საუბარი. და იქნებ დროა რომ საერთოდ შევეშვათ ამ ერთობაზე ლაპარაკს და პარტიების გაერთიანების გარეთ იყო საუბარი. ვიღაცამ აიღოს თავისთავზე ლიდერობა პოლიტიკურმა ჯგუფმა თუ ერთმა კაცმა არმა და მან ის ეცადოს ამორჩევლის გაერთიანებას მისი რგული. ამორჩევლის გაერთიანებას. აქ ხო პარტიების გაერთიანებაზე არ მიდის საუბარი და კოალიციების გაერთიანებაზე საუბარი იდის იდეების გარშემო გაერთიანებაზე, რაც შემდგომში უკვე სხვა ტიპის ერთობას გააძლევს. პოლიტიკურ ერთობაზე ხო მიდის პარტიებში. არის რომ ამორჩევლის დაკვეთა ეს ამ შემთხვევაში რომ ერთი კონკრეტული ლიდერი წარმოიშვა. ეს იდეების პრობლემა ერთიანობა მგონია მესწორედ პრობლემა. მაგალითად ეხა ვიღაცისთვის მისაღებია ის რომ არავითარი არჩევნების სანამ სიტუაცია არ შეიცვლება
ვიღაცისთვის შეიძლება და ანუ ყოველ შემთხვევაში აქტიურად მონაწილე არ იყოს, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მისაღები რომ არა არჩევნებში მონაწილეობას, მაგალითად რიგარეში არჩევნები რომ შემოაგდოს სხვა ერაშვებით. ხო, და აი ამ ყველაფერი აღონ არ წუნს არა. და იგივე ადმინისტრაციით, იგივე პირობებით, იგივე გაჟონვით და ისევ გაჟონა იმ ადგილობრივზეც, ხო? ну ახლა მოდით რა ინფანტილიზმით არა ინფანტილიზმი არ მე არ შევდივარ კამაჩი არ შემოდივარ არა მე საუბარია რომ ინფანტილიზმია პოლიტიკური ამ შემთხვევაში რომ ამ დაახლოებით იცით რამდენია ასეთი ვინც მაგალითად არის გასაგებია მაგრამ ზუსტად მაგას ვამბობ რომ ინფანტილიზმია იმაზე ფიქრი რომ ასეთ პირობებში გამარჯვება შესაძლებელია ხო გამარჯვება შეუძლებელია ასეთ პირობებში მე არ მგონია მაგალითად ასე რომ შეუძლებელია მე მგონია რომ შესაძლებელი გაჩნი აქეთ ძალა და გაჩნია რა ხელა ძალა რა ძალა პირისპირდება ახლა მაგრამ დამოკიდებული და რა უპირატესობა ექნება ძალის მხრივ აქეთ ხარ მე მას კი რომ შეიძლება იმან გააყალბოს მაინც მაგრამ როდესაც ეს გაყალბებას გადაწონით გადაწონოს როგორც 2012-ში მოხდა 2012-ში გაყალბება არ ყოფილა პრაქტიკულად არ იყო ახლა კარგი ვიცი რომ მონაწილე იყო მაგრამ იმასთან შედარებით რა მასშტაბებით ჩვენ ნახეთ 2024-ში იმის მესამედი არ გაყალბებულა მე დაგეთახმებით კატეგორიულად მის იმის მესამედი არ გაყალბებულა ნუ ახლა თქვენ არ დამეთანხმებით გასაგებია თქვენ დღემდე გონიათ ბატონო დავით რომ ივანიშვილი დასავლეთისკენ იყურებოდა მაშინ და ახლა არ გონია რომ დასავლეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ იყურებოდა მე გონია რომ თავისკენ იყურებოდა მაგრამ არა ხო მაგრამ თქვენ მასთან იყავით ხო მასე და ფაქტია რომ ახლა რომ ვიყავი სწორად ვიყავი ასე მგონია მე და თქვენ თუ ახლა აპირებთ რომ ვინც 2012-ში ივანიშვილთან იყავით ისინი არ ერთწუთით ისინი არ გვინდა არა ისინი არ გვინდა კი არა მათ ცოტა მეტი ვალდებულებები აქვთ ისე ჩვენ შევიდა გამარჯობა არ გამოვა მას ერთობა რა ვიღაცას მეტი კონდეს მათ ჩვენზე მეტი ეგ ყავს ჩვენ კოალიციაში ყავს გედი ფოფხაძე რომელიც იყო იქ 2012-ში ფოფხაძე 2012-ში იყო და 2018-შიც მაგრამ შევეშვათ ერთ წუთით ამას ის რომ თუ ერთიანობაზეა ლაპარაკი მაშინ ახლა იცით რა მე შენზე რაღაც მორალურად მეტი ვარ და ასეთ პოზიციიდან ლაპარაკი მაშინ არ გამოვა ეს ერთიანობა რა მაშინ უნდა იყოს გადადი პრობლემა ზუსტად იმაშია რომ ვიღაცები ვინც ბევრად გვიან მიხვდნენ ვინ იყო ივანიშვილი ჩვენ გვასწავლის ახლა ივანიშვილი ვინ იყო და ახლა უკვე მორჩა ასეთი რიტორიკი უკეთიცია ასეთი აშკარად არიციან აშკარად ვინც თავიდან მივხვდით ისინი უფრო სწორები ვართ ხო ამ სიტუაციაზე არ ჩვენ ლაპარაკობთ ახლა არჩევნების გაყალბებას ხო არა არჩევნები ბევრად უფრო მეტად გაყალბდა ახლა 2024-ში ყველაფერს თავი დავანებოთ ფარულობა დაირღვა ახლა მაშინ იმ გაყალბება რაც იყო ცოტა იყო თუ ბევრი იყო ნაკლები იყო 2012-ში რაც იყო გაყალბებაც რაც უზახეთ ის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ყველაფერი გაყალბება ხაშურში რო სპეცრაზმი შევარდა და ხაშური გაუხდა ხო გაიტაცეს და რაღაცა ანუ ცელობა ხო იყო ეგეთი ცელობები ხო იყო და ხო გაუხდა მანამდე რა არ იყო არაფერი აშინება არ იყო კარტოფილები დარიგება მე ვამბობ ადმინისტრაციული ხო და მე ზუსტად მაგას ვამბობ რომ მესამედი იყო იმისი მეთქე რამდენი იყო თუ მაგარი რამდენი კარუსელი იყო ახლა იმას ეგრე და კარუსელი ახლა მოდით რა პირდაპირ ვიტყვი მიხეილ სააკაშვილს რომ იმის ნახევარი გაეკეთებინა რაც ვიძინა ივანიშვილმა გააკეთა 2024 წელს 2012-ში გაეკეთებინა ის ხელისუფლებაში დარჩებოდა მოდით ამაზე მე შევთანხმდები დაამთავრე მე სხვა რამეს კითხვა მინდა ჩამოვაყალიბო და ამაზე კამათში შემოსვლა თქო ხო და რა მინდა იწყო თქვენ დაიწყეთ რა მე ვარ დამწყია მე არ დამწყია ის 2012-ში გაყალბდა არჩევნები რო გაყალბებულიყო არ გაყალბება საერთოდ თუ ახერხებ მოგებას მაშინ ის არჩევნებში დაუშვათ ფლები მე რა სხვა რამეს ნახე ჩვენ მოვიგეთ შარშან არჩევნები მაგრამ იმისთან გაყალბება იყო რომ წაგვართოს სხვა რამეს გეკითხებით კაცო არა თქვენით რა სხვა რამეს კითხულობ სულ იმას კი არ კითხულობ ეს აზრი არ აქვს მე თქვენ ამაზე რო ვიკამათოთ ვერ შევთანხმდებით ხო და გვინდა თუ ერთიანობაზეა ლაპარაკი მე ჩემ თავს არ გულისხმობ
ის ხალხი, ვისაც ასეთ შეხედულება აქვს, თქვენ არ გინდათ იმ ერთობაში მაშინ. საიდან ასეთ დამოკიდებულებით თუ მიდიხართ, რომ იცი რა, თქვენ მოინანიეთ, თქვენ აღიარეთ, რომ ჩვენ უფრო ჭკვიანები ვიყავით თქვენზე, ასე იმიტომ არ გამოვა რა. მოდით ერთ წუთით ხო. იმას კი არ ვთქვით ჩვენ ამას. იმას კი არ ვთქვით, რომ როდესაც კიდევ აქეთ აი ხა არ გასწავლი არაფერს კაცო. მე როდეს გადაგასწავლი კრიტიკის და რაღაც იმის აზრის გამოთქვა. მე გეუბნები კრიტიკას. არა, მე უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ კიდევ ერთხელ შანსი იმისი, რომ არჩევნები ისევ ამ რეჟიმმა ჩაატაროს, გააყალბოს და შენ მოუგო მას ეს არჩევნები. ასეთები ხო ხართ ისედაც ერთობაში, ანუ მაგაზრზე ვინც ხართ, ამაზე ვერ გაფართოვდებით, ახლა ვეკეთვით წინასე. ვერ გახვალთ სხვა ხალხზე, მაგ დამოკიდებულებით. ანუ ვინც ეხება ვინც არჩევნებს ეხება, ვინც მაგალითად დაინიშნა ეს არჩევნები და შესაბამისად რასიზმს ის ხალხი. რასიზმს ის ხალხი რა, მე რა ვიცი, ეს ხალხი კაცო, ზოგი ვის მისცემს მას? ვინც იქნება პოზიცია ხა ვინც წავიდა არჩევნებზე, მაგრამ ვიღაცა წავიდა, ჩვენ ხო ხედავთ ბევრად ნაკლები ყოფილა. თემა ის არის დავით, რომ ამ ხალხ პარტიებმა ვინც არჩევნებში წავიდნენ, ეხლა დღეს ვერ დაარწმუნეს ამომრჩეველი რომ ეს არჩევნებში რომ წავიდნენ, ისეთი კამპანია იყო არჩევნების წინააღმდეგ, ცხადია ვერ დაარწმუნებდნენ, მაგრამ მე დღესაც მიმაჩნია მაგალითად რომ მსგავსი იდიოტობა ქართულ პოლიტიკის ისტორიაში არ მახსოვს მე. ესაც არჩევნების ბოიკოტი იყო, არათუ ახლა. ძალიან კარგად 1990 წელს ზუსტად ბოიკოტი ჩატარდა და მაგან არჩევნები გადაიდო. თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი მაშინ გამსახურდია იყო ხელისუფლების ბაზარზე და მე ვიყავი. აი, არჩევნები წარსულში კი ვერ დაახმონეს კი არა ის ამომრჩეველს განუდგა ეს პარტიები. ანუ განსხვავება არის, როდესაც კვლევას ვატარებდა 80% მეუბნება რომ არჩევნებში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, არ უნდა მიიღო მონაწილეობა. და როდესაც იმ კვლევას აყალბებ და იმ კვლევას რო აყალბებ და ისე რო აჩვენებ და შემდეგ ლელოზეა საუბარი კონკრეტულად. იაგო კაჭკაჭიშვილმა გააყალბა კვლევა? არა, იაგო კაჭკაჭიშვილმა ახსნა ძალიან კარგად რომ კითხვა ასე იყო დასმული და როცა ერთიანად რომ გასულიყავით თქვენ ბაგაზგეუბნები თქვა რომ დათო დროგო ერთიანად მომავალზე ჩანს უკვე ეს კაცი რა მომავალსაც გვეუბნება რომ პაშვილი ვიქცე ჩორტუ ან ჩემჭვაზე დადექით რაღაც უსადამასავდა რა ან ჩემჭვაზე დადექით არაფერს არ გაბრალებ რა აბწუჩი მითხარი ეს რეალობა არის ასე ან ჩემჭვაზე დადექით რეალობა არის ასე დავით ხა ამ თემაზე მინდა რომ შევაჯამოთ რა შესაძამებელი აგერ ჩემთან მოვიდა გამათი და იმას და გამათი ჯანსაღიარი თავარია შევთანხმდე. ოყმანობს რომ აი მე იქნებ რაღაცა გამოჩნდეს და იმას თუ უთხარ რომ იდიოტი ხარ და დეგენერატი ხარ და ჩემჭვაზე თუ არ გადმოვა. არა, გავიგე. წადი აქედან არ გამოვა. კაი, ხა ნუტრი. არ გამოვიდე. მე იდიოტი და დეგენერატს თქვენ უწოდებთ ახლა. არა, მე არ ვუწოდებ. კარგი, ალბათ მოვიკავებთ. შემაჯამებელი კითხვა მინდა დავსვა. ანუ ეს თემა არჩევნების თემა გაერთიანების პროცესში იქნება გადამწყვეტი როგორც ვიხდი, ხო? პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუ რომელი პარტია იტყვის, რომ ახლა ამ პირობებში დანიშნულ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ალბათ იმასავე ვერ შედგება ერთობა, ხო, როგორც ვიხდი? სავარაუდოდ ასე იქნება. ხო. და ანუ სხვანაირად როგორ უნდა იყოს? გამოდის რომ შეიძლება ლელოს ჩამოშორდეს ამ გაერთიანებას, თუ ამ აზრზე დარჩა ისევ როგორც ზე იყო და ანუ საბოლოო ჯამში ვიზდავის შორის მოხდება ეს გაერთიანება. საკუთარ შეცდომებს. ხო და მე რას ვამბობ, იცი რომ ხომ არ ჯობია რომ მაგალითად ყველა ეცადოს თავის მხრივ ყველა პარტია თქვენი კოალიცია ცალკე ეცადოს ნაციონალიზება ცალკე ლელო რომ თავის ირგვლივ გაერთიანოს ამომრჩეველი და ვინც მოახერხებს მეტი ამომრჩევლის გაერთიანებას თავის ირგვლივ ის იქნება მე ლიდერი ოპოზიციური პარტია და მე თავისით მოვლენ თქვენთან დასალაპარაკებლად. მე დავამატებ. ამ ეტაპზე რა აზრია რაც ახლა ბატონს აქვს და რაც ამ პარტიას ეს ხო ცნობილია ისედაც აქვს ამათ და ბევრი ამორჩეველი ყავს ამ განწყობი რომელიც ამ განწყობას თქვენი განწყობს. მე იმას კი არ ვჯახე მე ვარ ხო უბრალესობაში და ჩემჭვაზე იართ. ბევრია ეგეთი, მაგრამ არის ისეთები თუ გაფართოება გინდა და უფრო დიდი ერთობა. მაშინ ისეთ ხალხთანაც უნდა გამონახოთ საერთო ერა რომელიც არ გეთახმება. ხო, მაგრამ თუ პრინციპული საკითხი არჩევნებში არ მონაწილეობა მე რა საკითხია, მაშინ არ მოხდება ეს გაერთიანება და მაგას ვიზახებ. ჩვენ როდესაც ჩავატარეთ კვლევა, 80%-მა რო თქვა ამორჩევლის რომ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას ადგილობრივ არჩევნებში. ვინ აღმოჩნდა მართალი? რაშუაში? არა,
ხო ასე იყო? არა, ანუ 80%-მა თქვა და ბოლოს ასე იყო. ბოლოს ასე იყო. თემურ მანდ რა თავიდან სხვანაირად იყო. ახლა ყველა პარტია თავიდან იყო ლაპარაკი რომ არა, მაინც უნდა თემურ მანდ რაზეა ისი საუბარი რომ კიდე რომ ყველა პარტია რომ წასულიყავთ არჩევნებში და პოზიტიური კამპანია გეწარმოებდა, შეიძლება ეს შედეგი სხვანაირი ყოფილიყო. გამომიჩნევა მე რამს მთელი პრობლემაც მაგაშია რომ ეს ამომრჩეველი კატეგორია არ შეიძლება არჩევნებზე მონაწილეობა. მეც იმ ხალხში ვიყავი, ვის არ ვემხრობოდი არჩევნებს, მაგრამ შეიძლება შეცვლილიყო. ანუ არაფერს არ შეცვლიდა ახლა, რას შეცვლიდა რა? თქვენ რა გონიათ მილიონი ამომრჩეველი რო იყო თბილისში რეგისტრირებული ლოდაშიგებოდათ 500.000 ხმას არ აიღებდნენ? აიღებდნენ, ხო აიღეს. კარგი, ჩვენ დრო ამოგვეწურა სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ, გადავაჭარბეთ. ხო ნამდვილი. ძალიან გადავაჭარბეთ. 200.000 ხო ნახდა ჩემი. დაკლებულია მაგაზე. ხო, მაგრამ შეიძლება დაკლებულია, მაგრამ 200.000 ხო ნახდია რა. არა, ანუ შეიმასად მომატებული თორე აქ როგორ მოგაკლებდა იმ არა, მოგაკლო, ადმინისტრაციული რესურსით 100.000 ხმაზე მეტი გადაიბირა ვიღაცები გადაპირებები არ იძლევა. ხმა კაცი აიძულა იმის მერე რაც იმის მერე აიძულა ხმა მიეცა. თემურ მადლობა სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა. თემურ პაპასკერი იყო ჩვენი სტუმარი, ცხარე კამათი გამოგვივიდა, რაც კარგია მე მომწონს, გავაცოცხლა გადაცემა. ჩვენ მე გემშვიდობებით კვირამდე, კვირას 20 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით.